ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი ზვიად ცეცხლაძე ამბობდა, ჯერ სასამართლოში არ გადმოუყარიათ ისის და მისი უფლებადამცველიც ელოდებიან გამომძიებლებს, რომ შემოიტანեն საქმე. საკალათბურთო სასამართლოში მას ბრალი უკვე გააცნეს ოფიციალურად წუხელ გვიაღამით დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში. თავად ცეცხლაძე ბრალს არ ეთანხმება, უნებრივია და დუმილის უფლებას იყენებს. მისი უფლებადამცველი ამბობს, რომ მტკიცებულებები, რომელიც გამოძიებამ ჩადო მის წინამდეგ საქმეში არის ჩადებული, სრული აბსოლუტური მნიშვნელობით არის გამოგონილი. ბრალდება ცეცხლაძე ისიც, რომ მის საცხოვრებელ სახლში აიყვანეს და გამომძიებლები მის საცხოვრებელ სახლს რამდენიმე საათის განმავლობაში ჯერ მისგან დამოუკიდებლად შემდგომ მასთან ერთად ჩხრეკდნენ. ჩხრეკის პროცესს არ ესწრებოდა არც ერთი ადვოკატი. ცეცხლაძე უფლებადამცველს ეუბნება, ადვოკატს ეუბნება, რომ მას არ ქონია თან მობილური ტელეფონი ჩამორთმეული ჰქონდა, შესაბამისად მან ვერ აღბეჭდა ის პროცესები, რომელიც მის საცხოვრებელ სახლში განვითარდა. თავად დაფიონის დამფუძნებელი ამტკიცებს, რომ პოლიციამ ჩხრეკისას მას გარკვეული სახის ნივთები ჩაუდო, რაც შემდგომ უკვე ჩაიდო საქმეში მტკიცებულებაც. ამ ყველაფერზე თავად დღეს სასამართლო პროცესზე ისაუბრებს, როგორც მოგიყევით, ჯერ ის იზოლატორიდან სასამართლოში არ გადმოუყვანიათ. შინ მოვინახულე ზვიად ცეცხლაძე, მისი მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია, ჯანმრთელად არის. დაზიანებები არ აღინიშნება, მან განაცხადა, რომ პოლიციას მის მიმართ დაკავების დროს ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. დაკავებულია ზვიად ცეცხლაძე სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს